მოგესალმებით, ჩემი სახელი არის ევანი და დღეს ჩვენ ვართ ბორჯომში. მგონი უკვე მოვიდა ის დროს, რომ რაღაცები დავაპგრეიდოთ ამ არხზე და ჩემი სეტაპიც დავაპგრეიდოთ რა. პირველი სიახლე არის ის, რომ წესიერი მიკროფონი აქვს, ახალი მიკროფონი აქვს და ეგ უკვე კარგია. შემდეგი სიახლეები არის ის, რომ მაქვს ჩანთა ახალი, მაქვს ძირსაგები და მაქვს კარავი, ანუ აწი ყველა ვიდეოში დავჩები კარავში. ყველა უმეტესობაში თუ ვინმე სახში შემიპატეშებს და მეტყვის რომ მოდი ჩემთან დარჩი მეგობარო, გზავრო, ასე დიდი სიამოვნებით დავჩები, პრობლემა არ მაქვს. დღევანდელი გეგმა არის ის, რომ წავიდე ცენტრალურ პარკში და იქ დავბარგდე. თუმცა უნდა მოვიფიქრო, რომ თუ წავედი ლიკანში, ლიკანიც ვნახო, მაგრამ არის ერთი პრობლემა. პრობლემა რა, უფრო ამბავი რა. თუ ლიკანში წავალ, იქ შეიძლება ვერ დავბარგდე, იმიტომ რომ არ ვიცი როგორ უნდა დავბარგდე. აქ ცენტრალურ პარკში ბორჯომში შემიძლია რომ მარტივად დავბარგდე, იმიტომ რომ როგორც გავიგე შეიძლება. ესე გავიგე და ვნახოთ როცა იქ მივალ დაცვა რა სიტყვის და როგორ იტყვის რა. თორემ მომიწევს გარეთ რაღაც ცოტა ქალაქ გარეთ დარჩენა და რაღაც რა. და ხო, რატომ არ ჩანს, რატომ არ დაიწყო კადრი იქიდან რომ თბილისზე როგორ ჩამოვედი ბორჯომში? იმიტომ, ანუ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა რა. დაუჯექი ავტოსტოპზე დიღომში და 3 მანქანით მოვედი აქ რა. პირველ მანქანამ გამიჩერა დიღომში, შემდეგ ჩამოვედი ხაშურში, ოდნავ მანქანამ წამწია წინ და შემდეგ ხაშურიდან შემხვდნენ შვეიცარიელები და შვეიცარიელებმა წამომიყვანეს პირდაპირ ბორჯომში. როგორ მოგწოთ აბა ჩემი სეტაპი? ხუა მაგარი, ჩემი კროქსები ისევ აქ არის და ისევ ჩემთან და თუმცა რა თქმა უნდა სალაშქროდ რომ წავალთ ახლა მაგარი ფესაცმელი მოგსვან და იმას ჩავიცნო. კროქსებით აღარ ვიქნები, გეშინია და საკუთარი თავი მიყვარს. ეგრე ძალიან არ გავწირა რომ კროქსების განა მოვუკვდე სადმე ჩიხში გადავიჩეხო. ჩიხი, რაც არის რა. მოკლედ შემდეგი კადრი მეთქი. გადავწყვიტე რომ გეგმები შევცვალო და წავიდე პირდაპირ ცენტრალურ პარკში. ცენტრალურ პარკში როდესაც წავალ, იდეაში იქ უნდა გავატარო მთელი დღე რა, ანუ კარავი გავშალო, რაღაცა მოვუწესრიგდე და რაღაც რა. ხვალ წავალ უშუალოდ ლიკანში და ლიკანიდან გადავალ ბორჯომხარაგაულის ნაკრძალში რა. და იქიდან უკვე დაიწყება ნამდვილი ლაშქრობა და ნამდვილი მოგზაურობა მართლაც რომ ცენტრალურ პარკში მოვედით. ძალიან კაი ადგილია, ულამაზესი არის მართლა, აი უბრალოდ ხეთს რო შეხედოთ ჩემზევით რა ხდება. ძალიან ლამაზია. გავარკვიე და მითხეს რომ დარჩენა შეგიძლიაო, არ უთქვით რომ ისე დარჩენა შეგიძლია, მაგრამ 3 კილომეტრი უნდა ავიდე ზევით და ზევით არის რაღაც ადგილი, სადაც აუზებს ეძახიან, აუზები არისო და იქ შეიძლება დაგტოვანო, ან შესაძლოა აუზების გარეთ მაინც გაგიყვანო და იქ მაინც დარჩეო რა. ანუ მაგის პრობლემა არ მაქვს, რომ აქ დღეს ვერ დავჩები. ესე იგი დავუჩი რაღაცნაირად დავუჩები, მოვახერხებ დავალაპარაკები რომ ძალიან მჭირდება, არ მაქვს ცხოვრებელი და ასე შემდეგ.
ლიკანში აღარ მივდივარ, როგორც ჩანს. იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ზევით მე სადაც ვარ, გაჩვევით მაგას, აუცილებლად. სოფელი? სადგერში არის ადგილი სადაც შეიძლება დაბანაკება რა. ანუ შემდეგი ვიდეო სრულად იქნება თუ როგორ წავალ ლიკანში, როგორ მოვივლი ბილიკებს და ასე შემდეგ რა. ეხა ავალ მაგმონაკოცაც გადავიღებ როგორ ავდივარ მანდ. სად დავბანაკდები მაგასაც განახებთ და როგორ დავბანაკდები მაგასაც თითქმის განახებთ. წავედით. ავარჩი ადგილი სადაც შეიძლება დავბანაკდე. ხვალ ეგრევე რო გავიუძებ, უნდა ავკეცო კარავი და წავიდე ეგრევე ლიკანში რა. და რა ვიცი, მგონი კარგ ადგილას დავბანაკდი. აი, შეხედეთ. აი, ძალიან კაი ადგილია. ხმაურით, ახლა მანქანები აქ არ ხმაურობენ, მაქსიმუმ ძროხებმა იბღავლონ და ვსჯო და დანარჩენი მშვენიერი ადგილი არის. კარავს შლია აქ. და ესეც ჩემი ხედი. აქ შემიძლია კოცონი დამათვანი იქ. და აი ზევიდანაც როც გრომს გაწვინდეს რაღაცა, ჯერ ხეები დამიცავს და მერე ჩემი ორეტაპიანი კარავიც ძალიან კარგად ამისავს წესით უნდა დამიცვას რა. კონი კაი კარავია რა. კონი კიდე ძალიან კაი კარავია. ძალიან მომწონს მე. მაგრამ ანუ ეს სულად რო იყოს გაშლილი ახლა უფრო იდეაში უფრო კაი იქნებოდა. მაგ ჩემი რალე მე რო არ ვიცი გაშლა. მაგრამ ვისწავლე კაცო. როგორც ამ აპარატურის გამოყენება უნდა ვისწავლო, ამასაც ვისწავლე რა. დღევანდელი ვიდეოც დასასრულს მივახვალ და გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და დააკომენტარეთ თუ რას ფიქრობთ ამ ვიდეოზე როგორი არის. საკმაოდ საინტერესო დღე იყო. პირველ რიგში ანუ ავტოსტოპიდან წამოსვლის დროიდან დღემდე, აი ახლა ამ დრომდე გასულია სადღაც 12 საათი, ანუ 9 საათზე გამოვიდი სახლიდან და ახლა ხდება ზუსტად 9 საათი. წინ ბევრი გამოცდილება მელის მსგავს საკითხებში რა. აი ამ მიკროფონის გამოყენებას ვსწავლობ ნელ-ნელა და ვიცი რომ გამოსასწორებელია კიდევ ბევრი რაღაც. რაც შეეხება იმას რომ თუ როგორ ვარ ეხა ჭამე ისე რა სერიპური და კალბასი. ასევე ვიყიდე კილკა თუ რაღაც, კილკა ქვია ხო? იქ. არ მომეწონა კილკა საშინელება საიზღრობა იყო და მაგას მეორედ აღარ გავიყარები. ჩემი კარი იყო რა, ნუ სხვაგვარად არ შეიძლება მსგავს ადგილებში რა. ცოტათი მეშინია სავით, იმიტომ რომ მარტო ვარ, არ მყავს არავინ ეხა გვერდში და
რაღაცა რო იყოს, ნუ არ ვიცი როგორ რა მომიმოხდეთ, დანა მაქვს, მაგრამ ნუ დანა დასმიშველის ეს მარტივად რო ხდება ეს ეგრე სად არის? ტელეფონი მიჯდება, powerbank-ი მაქვს, მაგრამ routine powerbank-იც ნუ ხო მიჯდება და სტაბილიზატორიც მიჯდება. როგორღაც ხვალ უნდა დავტენო. ვიცი რომ აქ უნდა ვიყურებოდე კამერაში, მაგრამ აქ ვიხედები მაინც ზოგჯერ აქეთ გავიხედები შესაძლოა ნუ ხვდებით რა. მისაჩვევია, მიჩვევადი არის. მივეჩვევი ამასაც. ემდანი მშვიდობებით ნახვამდის ბედნიერად და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.